არ უნდა გადავიდეს არცად, იმიტომ რომ იმხელა თანხები დაიხარჯა ამ სასახლის მშენებლობაზე და ეს თანხები ზუსტად საქართველოს თითოეული მოსახლისგან იყო ამოღებული და თითოეულ მოსახლეს აქვს ჩადებული მასში თითო თეთრი, ასე ვთქვათ. ამიტომ უნდა დარჩეს იქ ტყილა, არ უნდა გაიფლანგოს და თუ დაფიქრდებიან კიდევ სამომავლოდ თუ არ ჭირდებათ, მაშინ არც უნდა აეშენებინათ, ასე რომ კარგი იქნება დარჩეს სადაც. ხო თქვენმანო ეს არის ხალხური გაკეთებული და რა უნდა იქ პრეზიდენტი ნამდვილად რა? მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არსად არ უნდა გადავიდეს, დარჩეს უნდა სასახლეში, რადგანაც პრეზიდენტი არის ქვეყნის სახე და უნდა ცხოვრობდეს შესაბამის სახლში თუ სასახლეში. რა ვიცი, ალბათ უნდა იცხოვროს, რახან აშენებულია და უკვე რაღაც დამატებითი ხარჯები სახელმწიფომ არ უნდა გაიღოს, მაინც რეზიდენციისთვის არის მორგებული ხო პირობები და ეხლა რაღაცა სხვა სარგებლოს ეგ შენობა მე მგონი ვერ მოიტანს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იცხოვრებს თუ არა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უნდა დარჩეს სასახლეში და უნდა შეიქმნას იმის პრეცედენტი, რომ როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება პრეზიდენტი, მან სასახლეც უნდა დატოვოს ძალაუფლებაც და ასე შემდეგ და იქამდე, სანამ არის პრეზიდენტი და წარმოადგენს ქვეყნის სახეს, შესაბამის რეზიდენციაში უნდა ცხოვრდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს. საქართველოს თითოეულ მოსახლეს უჭირს ძალიან და არ იყო საჭირო ათონელის სასახლის აშენება და მსგავსი სისულელეები.